სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესო არის და ეს არის ესაიას წიგნიდან დასმული. გამარჯობა ჯონ, მე მქვია ჯეფი და მე მქონდა შეკითხვა ესაიას მე-7 თავის მე-14-დან მე-16 მუხლის ჩათვლით. ამ კონტექსტზე, როდესაც მას კითხულობთ, იქ ნალპარაკია, თითქოს და ბავშვი უნდა დაბადებულიყო. ეს იყო მისი წინასწარმეტყველის ესაიას დროს. ხოლო მათეს სახარებაში ამას უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ეს იესოს დაბადებას გულისხმობს. მე წავიკითხავ ამ ადგილებს. ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად იმანუელს. ერბოსა და თაფლს შეჭამს, სანამ ბოროტის უკუდგდებასა და კეთილის არჩევას ისწავლის. არჩევას გარჩევა უნდა იყოს, მე მგონი. ვინაიდან სანამ ყმაწვილი ბოროტის უკუგდებას და კეთილის არჩევას ისწავლის, მიტოვებული იქნება ის მიწა, რომელიც ორი მეფის წინაშეც თრთი ხარ. და ჯონ მაკარტური. დიახ, მართალია, ეს არის ძალიან რთული პასაჟი, რთული ადგილი და მე ვკითხულობდი სხვათა შორის ამ პასაჟს არც ისე დიდი ხნის წინ და მივესალმები თქვენს ამ ინიციატივას, რომ ეს კითხვა დასვით. და თუ მომცეთ საშუალებას მე აუცილებლად გიპასუხებთ. მამაჩემმა ცოტა ხნის წინ ძალიან ბევრი იმუშავა ამ ბიბლიის ამ მონაკვეთზე. და ზედმეტართულია იქ რაღაცნაირად გათხრა, ფიქრობ აქ არის ლეგიტიმური წინასწარმეტყველური განაცხადი. მე ვფიქრობ, მამაჩემმა ძალიან კარგი საქმე გააკეთა. და თუ მომცეთ მე თქვენ სახელსა და გვარს და მისამართს, ხო მე აუცილებლად გამოგიგზავნით ამას, რომ თქვენ წაიკითხოთ. ახლა სხვა შეხედულება, რომელიც მე ახლა ხან მოვისმენე ამ ადგილთან დაკავშირებით და ეს იყო ერთ-ერთ კონგრესზე, როცა ამ პასაჟს განვიხილავდით. იქ იყო დოქტორ ვალტერ კაიზერი, არ ვიცი ახლა ის გონი ტრინიტიში არის დეკანი, სამების ევანგელისტური ღვთაებრივი სკოლის დეკანი, გონი ჩიკაგოს მხარეში არის და მას მიაჩნია, რომ ეს არის ანალოგია და არა წინასწარმეტყველება. სინამდვილეში მას ჯერა, რომ სიტყვა პლერეო, როდესაც ის ამბობს, რომ აღსრულდება, შეიძლება კანონიერად იყოს დაკავშირებული რაღაცასთან, რაც სხვა არაფერია თუ არა ანალოგიაო. და მისი ილუსტრაცია ამის შესახებ არის მათეს სახარების მეორე თავიდან, სადაც მათეს სახარება ამბობს, რომ იესო დაახლოებით მისი დაბადების დროს წავიდა ეგვიპტეში და შემდეგ ტოვებს ეგვიპტეს. და ის ამბობს, რომ ეგვიპტიდან მოუწოდე ჩემს ძეს, როცა გადადიხართ ოსიას წინასწარმეტყველებაში, მე-11 თავის პირველ მუხლზე, იქ მიდიხართ და არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება ნიშნავდეს იესოსო. ეს უნდა ნიშნავდეს ისრაელის ერსო. ასე რომ კაიზერი ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ სიტყვა პლერეოში, სიტყვაში შესრულებული, აღსრულებული, ჩვენ უნდა დავინახოთ გრძედი ანალოგიების გასაგებათო. რომ ყველაფერი რაც სრულდება, არ სრულდება იმ გაგებით, რომ ჩვენ ვიფიქროთ, რომ ეს პირდაპირ წინასწარმეტყველებაა, პირდაპირ აღსრულებითო. ეს არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ეს არის ანალოგიაო. ასე რომ კაიზერი ასევე იღებს მე-7-ს, მე-14-ს, თუ სწორად მახსოვს ახლა მე და ამბობს, რომ ეს უბრალოდ ანალოგიაა. ანუ როგორც ქალწულს ეყოლება შვილი, ისე ქალწულს ეყოლება შვილი, იესოს შემთხვევაში მარიამს ეყოლება იესო. მე ნამდვილად არ შემიძლია ამის მიღება, მე ვგრძნობ, რომ აქ არის პირდაპირ წინასწარმეტყველური მითითება. მაგ სრული პასუხის გასაცემად მომიცით გამოგიზავნოთ ეს მასალა, რომელიც მამაჩემმა მოამზადა, რათა ნახოთ თქვენ სრული ისტორიული სურათი და შემდეგ ნახოთ, როგორ შეიძლება ამის გამოყენება. გასაგებია? დიახ, მომიცით თქვენი სახელი მისამართი და აუცილებლად გამოგიგზავნით ჯეფ ამას. დიდი მადლობა, არა, პირიქით, თქვენ მადლობა ამ კითხვისათვის.